სად არის თქვენ? არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჩემთვის არ უგეცავს არავის მისი ადგილსამყოფელს, არ ვიცი, მეც არ მიგითხავს იმათი ხარ. მე არ ვიცი სად არის ირაკლი. ისე წავიდა ქვეყნიდან, რომ დედას არ უთხრა სად არის? მე არაფერი არ ვიცი, ჩემო საყვარელ. დედაქალაქის ყოფილი ვიცე-მერის და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია. შაბათის ეთერის ინფორმაციით ირაკლი ხმალაძემ ქვეყანა დატოვა, თუმცა არც ოჯახი, არც მეგობარი მერი კალაძე და იუსტიციის მინისტრი არ ამბობენ, სად არის ახლა ხმალაძე. ირაკლი ხმალაძე დღეს არ არის დასაქმებული სახელმწიფო უწყებაში, შესაბამისად, არ ვიცი, მისი უფლება არ მქონია ახალი წლები მიულოცე მარტო და მისი უფლება საქართველოშია თუ არა არ მეკითხავთ. რატომ უნდა მეკითხა ადამიანი თავისუფალია, სადაც უნდა იქცავა და როგორც უნდა ისე იმოქმედოს. ჩვენ ინფორმაციით მან დატოვა ქვეყანა. შეიძლება ირაკლი ხმალაძე წლების განმავლობაში კახიკალაძის მარჯვენა ხელი იყო. მის ხელში გადიოდა თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვები. საკრებულოს დეპუტატები ხშირად ამტკიცებდნენ, რომ სადავო მშენებლობების ნებართვებს ხმალაძე სწორედ ფულის სანაცვლოდ ლობირებდა. შაბათის ეთერის ინფორმაციით საგამოძიებო უწყებები ხმალაძის საქმიანობას სწავლობენ, მათ შორის მისი გამდიდრების ისტორიას და სხვა პირების სახელზე დიდი ქონების შესაძლო გადაფორმების ფაქტებს. მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, თქვენ რა იცით, როგორც მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა? გამოძიება ორგანოებს კითხეთ. თუ გეტყვიან თუ არის საჭირო ინფორმაცია. არ იცით თუ არ მეუბნებით? არ გეუბნებით. ანუ შესაძლოა იცოდეთ, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება არ გეუბნებით, ახლა იფიქრეთ, რას უნდა ნიშნავდეს თქვენი აქ თქვენ მგონი მაგდენგანში სუნარი, ხო? არ გეუბნებით. საბამისად არ არის საჭირო. მე თანხმობად მევიღებ ამ პასუხს. თქვენ როგორც გინდათ ისე მიიღეთ, თუ მიმდინარეობს გამოძიება, გამოჩნდება და სრულდება შედეგებს გავიგებთ. გამოძიება შეიძლება სხვადასხვანაირი შედეგი დამთავრდეს, შეიძლება არც მიმდინარეობს გამოძიება და ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოჩნდება. ირაკლი ხმალაძე ვიცე-მერობიდან გადაყენების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, საიდანაც უეცრად მოკლე დროში გადადგა. შაბათის ეთერის ინფორმაციით მას სამინისტროში იშვიათად ხედავდნენ. მინისტრი ამბობს, რომ ხმალაძე პოსტიდან უეცრად მისივე სურვილით წავიდა და თქვა, რომ ბიზნესის კეთება უნდოდა. მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება გახდა იუსტიციის მინისტრის მოადგილეობიდან წასვლის მიზეზი. არკვევით გიხსნით, რომ მიმდინარეობდა თუ არ მიმდინარეობდა, მიმდინარეობს თუ არ მიმდინარეობს გამოძიება ხმალაძის მიმართ სულში პროკურატურაში არ ვიცი. ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ ხმალაძემ დაწერა პირადი სურვილი და განცხადება. რა დაასაბუთა, რა თქვა, რატომ მივდივარ? მას ბიზნესში უნდა როგორც ჩანს, ჩემთან ის ახსენა, როგერძო ბიზნესში უნდა გადასვლა, დავიეცადა იქაც და ხელი არ შეუშალე რა თქმა უნდა. რაიმე შემაფერხებელი გარემოება რო ყოფილიყო იმ ეტაპზე, მეტყოდნენ კოლეგები და გვეცოდინებოდა. არც ახლა უთქვამთ თქვენთვის, რომ თქვენი ყოფილი მოადგილის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს და არ არის ახლა ჩემი კომპეტენცია, ეს არის საგამოძიებო ორგანოების კომპეტენცია, გამოიძიებენ თუ რამე დადგინდება. ირაკლი ხმალაძის წინააღმდეგ გამოძიება პირდაპირ დარტყმა კახიკალაძეზე. ხმალაძემ კახა-კალაძის გვერდით 12 წელი გაატარა. ჯერ ენერგეტიკის სამინისტროში და შემდეგ თბილისის მერიაში მას კალაძის გუნდის რუხ კარდინალად მოიხსენიებდნენ. ხმალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მისი კორუფციული საქმიანობით დაინტერესებას ნიშნავს, ეს პირველ რიგში ნიშნავს საქართველოს მთავარ პროკურატურაში კალაძის წინააღმდეგ ახალი ტომის დაწყებას, სადაც ბუნებრივია ხმალაძის გავლით ყველა ის კითხვის ნიშანი კალაძის მიმართ დაისმება მათ საერთო საქმიანობაზე, ვინაიდან კალაძე ხმალაძის გარეშე ცხადია ვერ და არ მოქმედებდა და პირდაპირ საერთო შეთანხმებული ინტერესებიდან გამოდიოდა ეს ორი ადამიანი, ვინაიდან ის იყო მისი ვიცე-მერი და ხელის მომწერი და განმახორციელებელი ყველა იმ კორუფციული ტრანზაქციის, რომელიც ამ წლების განმავლობაში თბილისის მერიაში ხდებოდა. ბეთანიაში ეს სახლი თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის თამარ მელიქიშვილის სახელზეა გაფორმებული. შაბათის ეთერის ინფორმაციით ამ სასახლის რეალური მფლობელი კი ირაკლი ხმალაძეა.
ბილატყეში გასაოცარი არქიტექტურით და ძვირადღირებული რემონტით ჩვენი ინფორმაციით საგამოძიებო უწყებების შესწავლის საგანია, ამიტომ ახლა ქონების ფორმალურ ფლობელთან ვარგვევთ დაიბარეს თუ არა ის დაკითხვაზე. სუსტი დაბარებასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები. ირაკლი ხმალაძესთან და ირაკლი ხმალაძეს წინააღმდეგ ჩვენება. მე მაკავარ ანდრონიკაშვილი დავა პირველი და კაცრავ რა ვარ დაკითხვაზე საერთოდ ნამყოფი. ჩვენი ინფორმაციით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხეთ და საქმე უკანონო შემოსავლებს ეხებოდა, რომლის დაფარვაშიც ირაკლი ხმალაძეს ეხება. სწორი ინფორმაცია გაქვთ და იქნება გასაგებია. უსაფრთხოების სამსახურში არ დაუბარები ხართ თქვენ ქალბატონ თამარ. აი მილიონიან სახლთან დაკავშირებით, რომელიც ხმალაძეს ეკუთვნოდა და თქვენ სახელზე გაიფორმეთ. ამასთან დაკავშირებით გქონდათ კითხვები? არ ყოფილვარ არსად დაბარებული, რა გავაკეთე? ეს მდიდრული სახლი ბეთანიაში, რომელიც ირაკლი ხმალაძის ნდობით აღჭურვილი პირის თამარ მელიქიშვილის სახელზე 2025 წლის 10 აპრილს გადაფორმდა მილიონზე მეტის ღირებულებისა. მის შესაძენად ბლუბელს არც საბანკო სესხი გამოუტანია და არც რაიმე სხვა ვალდებულება აუღია. 450,000 დოლარი გადაიხადა მხოლოდ მდიდრულ ვილაში, მაშინ, როდესაც მისი ყოველთვიური სარგო თბილისის მერიაში 2726 ლარს შეადგენდა. მიმდინარე ანგარიშზე კი იმაზე ცოტა ფული ჰქონდა, ვიდრე ვალი ბანკსა და კერძო პირებთან. შაბათის ეთერმა მოპოვებული მტკიცებულებები დაადგინა, რომ რეალურად ქონება ირაკლი ხმალაძეს ეკუთვნოდა. სად არის ახლა ირაკლი ხმალაძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში კახა კალაძის მარჯვენა ხელი იყო და გაიქცა თუ არა ქვეყნიდან დაჭერის შიშით. გაქცეულია ბატონი ირაკლი? არ გაქვთ პასუხი ქალბატონ თამარ? ბატონი ირაკლის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ინფორმაცია. დუბაიში იმყოფება ქალბატონ თამარ? რას ნიშნავს ხმალაძის წინააღმდეგ გამოძიება? ეს იქნება პირდაპირ დარტყმა კახა კალაძეზე, ამბობს ოპოზიცია, რადგან იმას, რასაც წლების განმავლობაში ხმალაძე მერიაში აკეთებდა, კალაძის გარეშე ფიზიკურად ვერ იზამდა. ამ კორუმპირებული დუეტის საქმიანობა შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. ერთი არის პირდაპირ კალაძესთან დაკავშირებული მსხვილი кейსები, სადაც ირაკლი ხმალაძე პირდაპირ იყო ჩართული და ამავდროულად არსებობს მეორე მიმართულება, სადაც ხმალაძე ავტონომიურად საკუთარი კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა უკვე მასთან დაკავშირებული დეველოპერების გასამდიდრებლად. ასეთი იყო მაგალითისათვის კობა კვეტენაძე, რომელსაც დიდ დიღომში 9 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობის უფლება მიეცა ყველანაირი ურბანული და ქალაქ გეგმარებითი მიზანშეწონილობის უგულებელყოფით. ქართული ოცნება დილემის წინაშია. ხმალაძის დაკავებით მისივე გუნდის ყველაზე რეიტინგულ სახეს კახი კალაძეს აყენებს დიდი დარტყმის წინაშე. ეს იცის კალაძემაც და არაოფიციალური ინფორმაციით ყველა საშუალებით ცდილობს ირაკლი ხმალაძის გადარჩენას. კორუფციული მონაცვლეობები, კორუფციული გერგეები, კორუფციული კოეფიციენტის მატებები, აი ამ ყველაფერთან დაკავშირებული იყო ირაკლი ხმალაძე. ერთი არის ძმებიჭოლაძეების ეს კორუფციული ადგილმონაცვლეობა, სადაც მისმა მეგობრებმა ერთ დღეს იყიდეს სატყეო ზონაში არსებული მიწის ნაკვეთები და 150,000 ლარად ნაყიდი მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა მოითხოვეს თითქმის 800,000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებში. სწორედ ხმალაძის საშუალებით უყოფდა კალაძე თბილისელებს ჯიბეში ხელს. ამ ორი ადამიანის საქმიანობის გაცალკევება ამ ბოლო წლებში არის უბრალოდ შეუძლებელი, ვინაიდან ისინი არიან თანამზრახველები და თბილისის წინააღმდეგ მოქმედი ბონი და კლაიდი. სხვის სახელზე გადაფორმებულ ირაკლი ხმალაძის სასახლეს ბეთანიაში შაბათის ეთერმა 2025 წლის აპრილში მიაგნა. ეს ჟურნალისტური გამოძიება 5 მაისს გამოქვეყნდა. ხმალაძემ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები ვერ უარყო. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ვიცე-მერი აღარ იყო და იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, რომელსაც არქივი ჩააბარეს.
მაშინ ითქვა, რომ კალაძეს მისი მარჯვენა ხელი არაერთი სკანდალის გამო ჩამოაშორეს და მერიაში გადაწყვეტილების რეალურ მიმღებ პირებად საკრებულოს იმდროინდელი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დანიშნეს. ხმალაძე ამ პოსტიდან რამდენიმე თვეში გაქრა. ოჯახი ამბობს, რომ არ იციან სად წავიდა და რატომ დატოვა ქვეყანა. მე არაფერი არ ვიცი, ჩემო საყვარელო რა. ქვეყანა ქალბატონია. გეუბნებით რომ არ ვიცი მეთქი საერთოდ. გითხავთ, თქვენი შვილი რატო როდის წავიდა? მე არ ვიცი თუ დასულია. ბოლოს როდის ელაპარაკეთ? იცით რა, ძალიან გთხოვთ რა, თვითონ დაუკავშირდით და თვითონ დაელაპარაკეთ რა. თქვენ იმიტომ და მე ვერანაირ ინფორმაციას ვერ გაძლევთ და რა გავაკეთო? არ გაგიგიათ ამბავი ამის შესახებ, რომ ირაკლი ხმალაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო? არა, არ გამიგია ნამდვილად. სად არის ახლა და რატომ დატოვა ქვეყანა? ირაკლი ხმალაძემ შაბათის ეთერის ამ კითხვას არ უპასუხა. წერილობით მხოლოდ ის მოგწერა, რომ საჯარო მოხელე აღარ არის და დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. შაბათის ეთერმა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაამოწმა. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს საქმე, რომელშიც ირაკლი ხმალაძე იმხილება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოფილი ვიცე-მერის სახელი რომელიმე სხვა სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებს და გამოძიების ინტერესის საგანი არ შეიძლება გახდეს.